ექიმი გიორგი ახობაძე თავისუფალია, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ის სრულად უდანაშაულო ცნოდა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. გამართლებულმა ახობაძემ დარბაზი საქართველოს დროშა შემოხვეულმა დატოვა. ახობაძე, რომელსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა შენახვას ედავებოდნენ და 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა, დაპატიმრების დღიდან ამტკიცებდა, რომ ნარკოტიკი მას თავად პოლიციამ ჩაუდო. სინდისის პატიმრებს ვეთქვი იმას, რომ ბოლომდე იბრძოლონ იქ, სადაც იბრძვიან, იმედით იყვნენ, იმიტომ რომ როგორც მეც რო იქ ვიყავი, არავინ არ გაჩერებულა, რა თქმა უნდა, არც მე არ გავჩერდები და ძალიან მალე შეუძლებელია, რომ ეს ქვეყანა გარუსეთდეს და რუსების ხელში დარჩეს. 24 დიპლომატიური წარმომადგენლობა მზია ამაღლობელის განაჩენს არაპროპორციულს და პოლიტიზირებულს უწოდებს. ერთობლივ განცხადებაში ისინი სოლიდარობას უცხადებენ ამაღლობელს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. კლუნების ფონდი კი განაჩენს ჟურნალისტზე არაპროპორციულ სამართლებრივ თავდასხმა დაფასებს. მოსამართლე სახელაშვილმა მზია ამაღლობელს დღეს 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. კრემლში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის შეხვედრა დასრულდა. მოლაპარაკებები დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა. უიტკოფმა კრემლი ისე დატოვა, რომ კომენტარი არ გაუკეთებია. ცნობილია, რომ დღეს საღამოს ტრამპი ოვალური კაბინეტიდან განცხადებას გააკეთებს.